დოლარის ლარის კურსი, ინფლაცია, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, იქნება ჩვენი და ჩვენი პირველი სტუმრის სასაუბრო მთავარი თემა. ნადია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა, იმიტომ რომ მე მახსოვს თქვენ წინამორბედები ლარის კურსი, როდესაც გაუფასურების ტრენდს აჩვენებდა ხოლმე, ამაზე საუბარიც არათუ უჭირდათ, არამედ არ სურდათ და ყოველთვის მათი არგუმენტი იყო ხოლმე, რომ ცენტრალური ბანკის საზრუნავი არის ინფლაცია. და ინფლაციის მოთოკვაა ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა ლარიო. ამიტომ მადლობა, რომ აი ამ არც თუ მაინც და მაინც კარგ პერიოდში იმყოფებით ახლა ჩვენთან და ამას აუცილებლად შევეხები, მაგრამ ჩვენი საუბარი მაინც მინდა დავიწყო იმით ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებით, რომელიც თქვენ გააკეთეთ ვენაში რაიფაიზენბანკის მიერ ორგანიზებული საკმაოდ სოლიდური და წარმომადგენლობითი საინვესტიციო ფორუმის შემდგომ, როდესაც თქვით, რომ საქართველოს გარე ინვესტორებისთვის კვლავ საინტერესო და მიმზიდველია. ეხლა მე სრულიად შეგნებულად დავიწყე ამ თემით საუბარი, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია განცხადებები, მათ შორის ბიზნესის მხრიდან, რომ საქართველოს საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა აღარ არის. როგორ გამოიყურება მსხვილი ინვესტორებისთვის საქართველო? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოვიყურებით პოტენციური თუ არსებული ინვესტორების თვალში. რადგან ჩვენ მცირე ეკონომიკა გვაქვს, ღია ტიპის ეკონომიკა, ძალიან დიდად ორიენტირებული საგარეო შემოდინებებზე, საგარეო შემოდინების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, რომელიც მაგალითად მთელი 2023 წლის განმავლობაში და ნაწილობრივ 24 წლის განმავლობაშიც იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ეკონომიკური ზრდის. ამით არის განპირობებული ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც გატარდა, სწორედ იქითკენ მიმართული, რომ ჩვენი ეკონომიკა იყოს სულ უფრო მეტად კონკურენტული. ეს არის მუდმივი პროცესი, არ შეიძლება ერთხელ მიაღწიო საპატიო ადგილებს რეიტინგებში და მერე აღარ იზრუნო საინვესტიციო მიმზიდველობაზე, იმიტომ რომ შენი კონკურენტი ქვეყნებიც ასევე ვითარდებიან. აი ესე რომ შევაფასოთ ახლა ჩვენი კონკურენტუნარიანობა და ჩვენი საინვესტიციო მიმზიდველობა სხვა მსგავს ან რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, კვლავაც ვართ მიმზიდველები. მიუხედავად იმისა, რომ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებით გარემოცვაში, ურთულეს სამეზობლოსთან, სხვადასხვა ძალიან ისეთი დამაფიქრებელი და სარისკო პროცესი მიმდინარეობს, დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომით, ასევე ესე იგი სხვა კონფლიქტები, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. და რა ამაძლევს იმის საფუძველს, რომ თქვა, რომ კვლავაც მიმზიდველები ვართ. პირველ რიგში ახლა ეს კითხვები არ ქონდათ, მაგალითად საქართველოს მიმართებაში და რა ტიპის კითხვები? აი, პირველი, რაც ამის თქმის საშუალებას მაძლევს, სწორედ ინტერესი, რასაც ხედავ, ახლა ეს ერთი კონკრეტული შეხვედრა იყო, რომელიც თქვენ გააშუქეთ, თორე ჩვენ მუდმივად გვაქვს ურთიერთობა უცხოელ ინვესტორებთან. ამან მიზიდად ჩვენი ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან წარმომადგენლობითი იყო ეს შეხვედრა 25 საინვესტიციო. კი ბატონო. და სხვა შორის ამ ფორმატში მე ერთი წლის წინაც სწორედ რაიფაიზენბანკის ორგანიზებულ ფორუმში ვიღებდი მონაწილეობას, იგივე ოფისი იყო, იგივე ოთახი იყო და მაშინ ასევე იყო ინვესტორების მხრიდან ინტერესი, მაგრამ გაცილებით ნაკლებ წარმომადგენლობითი იყო. იყო იქ და 10-მდე და უშუალოდ საინვესტიციო ფონდი შარშან წარმოდგენილი, საიდანაც 5 თუ 6 ფონდი უკვე მოღვაწეობდა საქართველოში და უბრალოდ ეროვნული ბანკის მენეჯმენტიდან უნდათ მოსმენა მაკროეკონომიკური ვითარების შესახებ. წელს მე დავინახე გასამაგებული ინტერესი, ანუ ესე იგი მხოლოდ იქ ადგილზე 25 სხვადასხვა ფონდი ესწრებოდა და სხვადასხვა საინვესტიციო ჯგუფი, საიდანაც უმეტესობა არ იყო საქართველოში წარმოდგენილი და პოტენციური ინტერესი გააჩნდათ, ასევე ონლაინ იყო 100-ზე მეტი მონაწილე შემოერთებული და თვითონ ამ ინტერესმაც კი დაგვენახა ევროპული ფონდები, გლობალური ფონდები, გლობალური ახლა როგორ არის იცით რომ უკვე ამას კუთვნილება ასე ვთქვათ როგორ წესი არ გააჩნია, მაგრამ კი ბატონო უფრო მეტად დასავლური კაპიტალი იყო წარმოდგენილი, ამერიკული, ევროპული, რა თქმა უნდა აზიური ფონდების, აზიური კომპონენტიც არის მათ პორტფელში, მაგრამ ძირითადად ევროპული და ამერიკული ფონდები და ინტერესი იყო ძალიან მაღალი. კითხვები პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით იყო? კითხვები იყო სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის კითხვები, ინფლაციაზე, რეზერვებზე, აი მე ვფიქრობ იგივე კითხვებს დამისვამთ თქვენს, მე რა კითხვებიც იყო და ამაზე
ინტერესი მათი იყო იმდენად ღრმა და ცოდნაც იყო საკმაოდ საფუძვლიანი, რომ უკვე ეს მაფიქრებინებს, რომ ინვესტორი ტყუილად დროს არ დახარჯავს იმისთვის, რომ შეისწავლოს ამა თუ იმ ქვეყნის მდგომარეობა, ძალიან რელევანტურ კითხვებს სვამდნენ. ამიტომ ინტერესი იყო მათი დიდი. პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებითაც კითხეს და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყოველთვის. ჩვენ არასოდეს ამას არ გაურბივართ, რომ უფრო მეტი სწორი, ზუსტი, ჭეშმარიტი ინფორმაცია გავიტანოთ და არ დავტოვოთ მარტო მედია, ასე ვთქვათ, გაშუქების. თუმცა საინვესტიციო კუთხით ინვესტორების ინტერესია შემცირებულია და ინვესტიციების მაჩვენებლები, რადგან კლებით იყო 2024 წლის ბოლოსკენ, ეს არის თქვენი ოპონენტებისთვის ერთგვარი საფუძველი, რომ ქვეყანა აღარ არის საინვესტიციო საინტერესო ქვეყანა. ესე იგი, ჯერ ერთი 2024 წლის ჯამური მაჩვენებელი ჩვენ ჯერ არ გვაქვს და სამი კვარტლით ეს არასოდეს არ არის რეპრეზენტატიული და სწორი რომ იმსჯელოთ, იმიტომ რომ ხა მსხვილი ინვესტიცია ესე იგი არ იგეგმება 1 და 2 თვე და მიმდინარეობს მისი დაგეგმა და განხორციელება მთელი პერიოდი და სწორედ რაღაცა კალენდარულ დროს ემთხვევა, ანუ ესეც ესეთი რამეა. მეორე, რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა ბანკებთან ურთიერთობაში და ჩავთვალოთ, რომ ჩვენ პულზე ხელი გვიჭირავს, იმიტომ რომ ბანკები ხშირად არიან ჩართულები ერთი სხვადასხვა ინვესტიციის განხორციელებაში და მეორე თვითონაც არიან მიმზიდველი ინვესტიციის ობიექტი. ჩვენ ვერ ხედავთ, რომ რომელიმე მიმდინარე პროექტი შეჩერდეს. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური турბულენტობა იქნება შინ თუ გარეთ, გეოპოლიტიკური ჩვენ სირგლივ თუ საქართველოს შიგნით სხვადასხვა დაძაბული მომენტები, რაც შუქდება ხშირად გადაჭარბებულათაც და ასე ვთქვათ, ეს რა თქმა უნდა ნეგატიურად მოქმედებს პირდაპირ რომ ვთქვათ, მაგრამ საინტერესო რამ არის ჩვენი მიმზიდველობა ეკონომიკური და საინვესტიციო ამ შემთხვევაში მაინც რაღაცნაირად წონის ამ ნეგატიურ მომენტებს, იმიტომ რომ დაამტკიცა ჩვენმა ეკონომიკამ, დაამტკიცა ჩვენმა საფინანსო სექტორმა, რომ პრინციპში გარკვეული იმუნიტეტი შეიძინა პოლიტიკური სხვადასხვა მოვლენების, სპეკულაციების, დაძაბულობის მიმართ და ასე მარტივი არ არის, რომ დააბნიო შენ ინვესტორები და რაღაცა ნეგატიური მოლოდინები გააჩინო ბაზარზე. და ახლა ვიტყვი სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი აზრით და ინვესტორებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, რა არის ჩვენი მიმზიდველი მხარე დღესაც მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პროცესები და გაურკვევლობა, ასე ვთქვათ, სახეზე არის და შიგნითაც გარკვეული, ასე ვთქვათ, დაძაბულობა წარმოიქმნა და როგორც გითხარით, ახლა რა თქმა უნდა ეს ნეგატიურად მოქმედებს, მაგრამ კვლავინდებულებთ მიმზიდველები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მაკროეკონომიკური გარემო არის სტაბილური. გამუდმე ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც არის შეხამებული დაბალ ინფლაციასთან, აი ესეთი შეხამება თანაწყობა დაბალი ინფლაცია, ფასების დონის სტაბილურობა და ამ დროს ძლიერი ეკონომიკური ზრდა ეს არ ახასიათებს ბევრ ქვეყანას, ეს არის მართლაც იშვიათი გამონაკლისი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენმა ეკონომიკამ განიცადა თვისობრივი განვითარება, პროდუქტიულობის ზრდა. ეს არის მეორე სამ ფაქტორს გამოვყოფ, ახლა რომ ძალიან არ გამიგრძელდეს. მეორე, ეს არის ტრადიციულად, რაცაც ვახსენებთ ხოლმე, ეს არის ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც არის არსებითად მიახლოებული ევროპულ კანონმდებლობას, ანუ ნაცნობი თამაშის წესები ევროპელი დასავლელი ინვესტორებისთვის, მაგრამ არა მარტო ევროპელი დასავლელი ინვესტორებისთვის, აზიელი ინვესტორებისთვისაც, მათ თვალში ჩვენ ევროპა ვართ კანონმდებლობის თვალსაზრისით, მაგრამ ამავდროულად გაცილებით ნაკლები ბიუროკრატია, ვიდრე ეს არის ბევრ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში, ეს თვითონ აღიარებენ ამ პრობლემას, ეს არ არის ასე ვთქვათ მარტო ჩვენი შეფასება, მინიმალური კორუფცია, დაბალი გადასახადები, ესე იგი ბიუროკრატიის დაბალი დონე, ეფექტური მმართველობა და ეს არის ის, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ უკვე და განებივრებულები, რომ რეიტინგებში ტოპ პოზიციებს ვიკავებთ ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს მართლაც მუშაობს და მართლაც გამოგვარჩევს. და მესამე და ჩემი აზრით ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ეს არის მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ირგვლივ მიმდინარე სერიოზული დაპირისპირებისა და კონფლიქტებისა, მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში. ეს არის პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, მართლა ჩვენ მცირე ზომის ეკონომიკა ვართ, ღია ქვეყანა, ჩვენ პრაგმატულ, ნორმალურ, ესე იგი, თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს, ტურისტულ ურთიერთობებს, არა მარტო სამეზობლოსთან, არამედ მთელ მსოფლიოსთან და ჩვენ ამითი გამორჩეულები ვართ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და როდესაც ამას ხედავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი უკიდია რეგიონს საქართველოში ნარჩუნდება არსებითად მშვიდობა
მშვიდობა და ჩვენ მოვახერხეთ და ეს კონფლიქტები არ გადმოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ 20% ტერიტორიების ოკუპირებული აქვს ჯარებით საკმაოდ ახლოს, ასე ვთქვათ, თბილისთან და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, აი ეს არის ძალიან მიმზიდველი მომენტი, რომელიც ახასიათებს ჩვენ პოლიტიკას. ანუ ეს მშვიდობიანი გარემო და ამაზე დაშენებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა და გამჭირვალე ევროპული ტიპის კანონმდებლობა. ამ ყველაფერს საუბარი იყო უნგრეთშიც, სადაც ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ესწრებოდა იმ კონფერენციას, რომელიც უნგრეთის ცენტრალური ბანკის 100 წლის იუბილეისადმი იყო მიძღვნილი, თუმცა ის ყოველწლიურია და ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, პროფესორი ჯეფრი საქსი, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია მისი შეფასებები და მას ხშირად ვიტავს ხოლმე მის მოსაზრებებს ილონ მასკის შესაბამისად გარკვეულწილად უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა პერსონის მიმართ. მან თქვა, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. რა ტიპის შეხვედრები იყო უნგრეთში? უნგრეთში ძალიან კარგი პლატფორმა იყო და შესაძლებლობა, რომ მე კვლავაც ესე ვთქვათ, შეხვედრები მქონოდა ჩემს ევროპელ კოლეგებთან, იქ ძირითადად ევროპული ცენტრალური ბანკების ლიდერები ესწრებოდნენ. ქალბატონმა ლაგარდმა, ევროპული ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მოგმართა, ესე ვთქვათ, დისტანციურად, მაგრამ იქ ადგილზე ბევრი ცენტრალური ბანკის მმართველი იმყოფებოდა და ჰქონდა საშუალება, რომ გაგვეცვალა კიდევ ერთხელ ხედვები თუ რა ახალი გამოწვევების წინაშე ვდგევართ. გეოპოლიტიკა ისევ და და გეოპოლიტიკური არასტაბილურობა და დაძაბულობა ეს იყო სასაუბრო და ეს არის სწორედ ის საკითხი, რასაც ბატონ ჯეფრი საქსი უძღვნის ხოლმე თავის ნაშრომებს, თავის გამოსვლებს, თავის ინტერვიუებს, ძალიან საინტერესო, ძალიან ისეთი შორსჭრეტელური ანალიტიკური, ასე ვთქვათ, გამოსვლებით ხასიათდება. ყოველთვის მე პირადად ძალიან დიდი ინტერესით ვუსმენ ხოლმე მის ინტერვიუებს, ასევე ვიცი, რომ ძალიან ბევრი საქართველოს შიგნით და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამიტომ ვერ გაუშვი ეს შესაძლებლობა, როდესაც იქ მიმართა შეკრებილებს და გახსნა კონფერენცია. მე მქონდა მასთან ცალკე შეხვედრა, რომ დაუგეგმა ვისყოთა შორის იქვე ადგილზე დაიგეგმა, დავინახე ძალიან დიდი ინტერესი, ძალიან დიდი სიმპათია საქართველოს მიმართ და ვარი არ გითხრა და ესე იგი მოკლე ინტერვიუც მოგცა, სადაც დაადასტურა, რომ საქართველოში ჩამოსვლით არის დაინტერესებული, დაგვპირდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მე სხვა საფინანსო სექტორთან და ბიზნესთან ერთად დავაორგანიზოთ კონფერენცია. და ასევე მნიშვნელოვანი რამ თქვა, რომ საქართველო რაც ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ასეთი დონის ეკონომისტისგანაც კიდევ ერთხელ გაგონება მისი ძალიან ასე ვთქვათ სასიამოვნო იყო, საქართველო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობით გამოირჩევა რეგიონში, ესე იგი განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია და მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს განიხილავს, მე მქონდა მასთან საუბარი, როგორც სამშვიდობო პლატფორმას. ეს არის ძალიან ახლოს ჩვენს ხედვასთან. ბევრჯერ ახსენეთ სიტყვა მშვიდობა და ბიზნესმენები იქნებიან თქვენ შემდგომ და მათთანაც ამ თემას აუცილებლად გავაგრძელებ, მე ბუნებრივია. გურული ვარ წარმოშობით და მშვიდობა ჩვენთვის. თუმცა მშვიდობის კომპონენტთან ერთად შიდა ნაწილზე რო გადმოვიდეთ, თქვენთან ახსენეთ, რომ რეზერვებზე და ამ ინფლაციურ პროცესებზე მკითხავთ და ბუნებრივია და ლოგიკურია რომ მკითხავთ. მოლოდინი აქვს ბიზნეს და არა მხოლოდ ბიზნეს ექსპერტების ნაწილსაც, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესების, გარე ფაქტორების გათვალისწინებით, რასაც ისინი მიიჩნევენ საერთაშორისო იზოლაციის ნაწილად, აი ამ პროცესების გათვალისწინებით ეს ყველაფერი სერიოზულ წნეხს მოახდენს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, განსაკუთრებით ინფლაციაზე და ლარის კურსზე. და ბოლო დღეების გაუფასურება, ბოლო 10 დღეს მიაჩნიათ, რომ ეს არის ყველაზე კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ ლარი რეალურად უფასურდება და როგორც ტრადიციულად მიჩვეულება ვართ, ხოლმე ლარი ყველაზე კარგად ასახავს ხოლმე ეკონომიკაში მიმდინარე იმ მომენტისთვის თუ დავუშვათ საშუალობადიან თუ გრძელვადიან პროცესებს. თქვენი შეფასებით, ქვეყნის მთავარი ბანკირის გადმოსახედიდან დღეს ლარი და ინფლაცია რა ტიპის კორელაციაშია და რა ტიპის მოლოდინები უნდა ქონდეს საზოგადოებას ამ კუთხით? ეთილი პირველ რიგში ვიტყვი, რომ მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ვიმყოფებით რაიმე ტიპის იზოლაციაში, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ დიდი წნეხი, არის საკმაოდ რთული ვითარება ამ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ, ასე ვთქვათ, მოწოდებებს და ხშირად უსამართლო გადაწყვეტილებებს თუ შეფასებებს ვისმენთ, ეს არის უფრო წნეხი და ზეწოლა, მაგრამ რთულია მოაქციო, ესე იგი, ის ქვეყანა იზოლაციაში, რომელიც ჯერ ერთ-ერთი ასეთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ლოკაციაზე არის განლაგებული, რომელიც არის
ასე ვთქვათ, ევროპის და აზიის გზაგასაყარზე და სხვათა შორის იმ კონფლიქტებმა, რაც წარმოიშვა, ჩვენ სირგვლივ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შუა დერეფანი საქართველოზე გამავალი არის ყველაზე პრაგმატული, სწორი, მიმზიდველი და სანდო გზა სავაჭროთ აზიასა და ევროპას შორის დაწყებული, ესე იგი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიით, დამთავრებული ევროპით და შემდეგ სხვა, ასე ვთქვათ, დასავლეთის ქვეყნებით. ამიტომ რთულია და არ მგონია, რომ ეს იყოს საბოლოო მიზანი და არ მგონია იმ გეოპოლიტიკური დიდი გადაჯგუფებების და ცვლილებების შემხედვარე, რომ ეს იყოს საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, მიზანი ან ევროპის, რომელიც ახლა ძალიან ჩაფიქრებულია და ზრუნავს თავის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე და ეკონომიკური რეცესიის დაძლებაზე, ან ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის, რომელიც ასევე, ასე ვთქვათ, თავის ეროვნულ ინტერესებს აყენებს პირველ რიგში და არ მგონია, რომ ვინმეს ეროვნულ ინტერესებში შედიოდეს საქართველოს იზოლაციაში მოქცევა. ეს უბრალოდ კომენტარის სახით. ეხლა რაც შეეხება კავშირი ლარის კურსსა და ინფლაციას შორის და რა გავლენაა, რა მოლოდინები გვაქვს. თქვენ ახსენეთ, რომ უჭირდათ წინამორბედებს საუბარი ლარის კურსზე, მესმის, იმიტომ რომ ძალიან რთული არის შენ პროგნოზი გააკეთო ისე დროს, როდესაც არ სურდათ. ხო, არ სურდათ, იმიტომ რომ უჭირდათ, იმიტომ რომ რთული არის ახლა პირდაპირ ვიტყვი პროგნოზირება ლარის კურსის, როდესაც შენ გაქვს არა ფიქსირებული ლარის კურსის პოლიტიკა, რომელიც ასე წარსულს ჩაბარდა წლების წინ, არამედ თავისუფლად ცურავი კურსის პოლიტიკა, როგორიც გვაქვს ჩვენ და ასე დროს გააკეთო რაღაცა ზუსტი პროგნოზი, მაგრამ მოდით შევეცადოთ. ახლა პირველ რიგში ინფლაცია არის მართლაც და კვლავაც რჩება ჩვენ თავარ საზრუნავად, ეს გვიწერია კანონში, რომ ჩვენ ფასების დონის სტაბილურობას უნდა მივაქციოთ ყურადღება, პირდაპირ კავშირი არსებობს, იმიტომ რომ ჩვენი ფასების, ასე ვთქვათ, დონე, ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი შედგება როგორც ადგილობრივ პროდუქციაზე და მომსახურებაზე ფასებისგან, ასევე იმპორტულ პროდუქციაზე და მომსახურებაზე ფასებისგან. იმპორტულის ფასი კიდე დამოკიდებულია ლარი და უშუალოდ დოლარის ან ლარი ევროს თანაფარდობაზე, ანუ კურსზე. რა თქმა უნდა, როდესაც უფასურდება, ამან საბოლოო ჯამში თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, შეიძლება გამოიწვიოს იმპორტული, ასე ვთქვათ, საქონლის გაძვირება. ამ პირიქით ხდება, როდესაც გარე ბაზრებზე ხდება სასაქონლო ფასების ნავთობის, რომელიც ჩვენთან არ მოიპოვება, ან დაუშვათ ისეთი პროდუქტის, ისეთი სასურსათო პროდუქტის გაძვირება, როგორც არის შაქარი, პირობითად ზეთი ან მსგავსი პროდუქცია, ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენთან ინფლაციის დონეზე და აი ამ კუთხით არის ძირითადი გაურკვევება, მაგრამ ამავდროულად მე გეტყვით, რომ რაც შეეხება ჩვენ ადგილობრივი პროდუქციის და მომსახურების ფასებს, პირიქით, აი მთელი თვეების განმავლობაში და მათ შორის ის პერიოდებიც კი, როდესაც ძირითადი პიკი იყო პოლიტიკური არასტაბილურობის, მაშინაც მიზნობრივ 3%-ზე დაბალი რჩებოდა ფასების დონე არიზდებოდა და თუ კი უფრო მეტი გაურკვევლობა ახასიათებს, რამეს ეს არის საგარეო ფასები. თან იმპორტი არის განსაკუთრებულად მაღალი და იმპორტის მაჩვენებლები შესაბამისად ბუნებრივია, რომ სწორედ იმპორტირებული ინფლაციის და მაღალი ფასების პირობებში წნეხი ბევრად მაღალი იქნება, ვიდრე დაუშვათ ადგილობრივი პროდუქტის შემთხვევაში. ო, რასაკვირველია, ხა ღია ტიპის ეკონომიკა ვართ, მაგრამ ახლა მინდა გითხრათ, რომ ზოგადად რაც შეეხება ლარის კურსს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ, როგორც გითხრათ, ხა თავისუფალი ბაზარი არის, მოთხოვნა მიწოდება უცხოური ვალუტის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემოდინებებს სავალუტოს. მთელი ეს პერიოდი ვამბობდით და კვლავაც ვიმეორებთ, რომ ჩვენ მაკროეკონომიკური გარემო არის სტაბილური და შემოდინებები დოლარის, ევროს ქვეყანაში არის სტაბილური. ალბათ სტაბილური, იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანი არის ტურიზმიდან შემოსავალი, აქ მნიშვნელოვანი არის 4 მილიარდი 400 მილიონი იყო და სხვა შორის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის, ახლა გამოქვეყნდება ეს ოფიციალურად, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, როგორც ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე შემოსავლების თვალსაზრისითაც მუდმივი ზრდა არის. იანვრის მეორე ნახევარი არ არის ყველაზე საუკეთესო პერიოდი და არც თებერვალი, მაგრამ მარტიდან მერე უფრო ემატება. თუმცა დეკემბერი, რომელიც ამ კუთხით ალბათ ყველა საინტერესოა, იმ პერიოდის შავარდაზე საუბრობდა ტურისტული სექტორი, ამ თემას ერთ-ერთ გადაცემას ჩვენ აუცილებლად მივუძღვრით, ეს არ არის პირდაპირ. შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლარის რაღაცა ჩვენ პისიერ გაუფასურებას და ლარზე ალბათ ყველა საინტერესო ნაწილია, რომ ვისაუბროთ, ლარის არ გაურბივარ ამ თემას, ლარის პისიერ გაუფასურებას ჩვენ არ ველოდებით. არც უნდა ველოდოთ. ჩვენ ერთადერთი უნდა გავითვალისწინოთ, რომ
ასეთი რამ მოხდა, რომ არის ამერიკული დოლარის გლობალური გამყარება, ეგრეთ წოდებული ტრამპის ეფექტი, რასაც ვეძახით, ამას ვერსად გავექცევით, იმიტომ რომ ჩვენ მცირე ღია ტიპის ეკონომიკა ვართ და ახლა დოლარის ასე ვთქვათ გაცვლით კურსი და პოზიციები ჩვენზე არ არის დამოკიდებული, დოლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაში. უფრო მეტი რომელი ახდენს გავლენა შიდა წნეხი თუ დაუშვათ ტრამპის ეფექტი შიდა წნეხი დიდ გავლენას დღეს ვერ აღწევს. ნუ რა თქმა უნდა თუ ამ შიდა ესე იგი რაღაცა გაგრძელებული მათ შორის ესეთი ნეგატიური გაშუქების გამო რომელიღაცა ტურისტების ჯგუფმა გააუქმა აქ ჩამოსვლა, ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ხედავთ რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. გლობალურად გამყარდა დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში, მათ შორის ლართან, მიუხედავად ამისა, თუ შევადარებთ ჩვენ იგივე ნოემბერს და დეკემბერს, სულ 5-6% არის ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში, რაც საერთოდ არ არის კრიტიკული. გარდა ამისა, განსხვავებით წინა საარჩევნო პერიოდისა, როდესაც მართლაც იყო გაუარესებული მოლოდინები და ძალიან ესეთი ხისტი მოთხოვნა იყო დოლარზე და პრაქტიკულად არავინ არ ყიდდა დოლარს ბაზარზე და ყველა ყიდულობდა და იყო რისკი, რომ ისიერად გაუფასურებული იყო ლარი და ამიტომ მოგვიწია ჩარევა. ეხლა ლარი საკმაოდ ჯანსაღად მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში. ორშაბათს, სამშაბათს პირობითად ეს კვირა რო ავიღოთ, გამყარდა, გუშინ ცოტათი გაუფასურდა, დღეს ისევ გამყარდა, ანუ არ არის რაღაცა ამ კუთხით. თუმცა თითოეული თეთრი მომხმარებლის გადმოსახედიდან მტკივნეულად აღიქმება და ეს აბსოლუტურად ლოგიკური და ბუნებრივი პროცესია, იმიტომ რომ მაინც ნიშნული როდესაც არის მაღლა არ შეიძლება რომ დავუშვათ ამას კარგი ეფექტი ჰქონდეს, ხო? ბიზნესის და ჩვეულებრივ მომხმარებელს. ესე არის, მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული კურსის პოლიტიკა. ესე იგი და მით უფრო ღირებულია და მნიშვნელოვანია, როდესაც ესეთი ღია, თავისუფლად ცურავი კურსის პირობებში, კურსი არის მეტნაკლებად სტაბილური. რატომ? იმიტომ რომ ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. მეტყველებს იმაზე, რომ კლავინდებურად ტურისტი ჩამოდის და შემოდის შემოსავალი, კლავინდებურად გზავნილი იგზავნება, კლავინდებურად ინვესტიცია შემოდის. აბა ჩვენ ხელოვნურად არ ვიჭერთ კურსს. ზოგიერთს გონია რომ ჩვენ დღემდე რაღაცას ვაკეთებთ ხელოვნურად. არა. ეს იყო ჩარევაც სრულიად ესეთი ასე ვთქვათ სწორი და რაციონალური არჩევნებამდე, როცა იყო რისკი, მე პირიქით ჩვენ ახლა ვავსებთ რეზერვებს და ვყიდულობთ. ახლა იანვარში არა, მაგრამ ნოემბერ-დეკემბერში. ამიტომ თვითონ ეკონომიკა იჭერს ამას. კი ბატონო, კარგ ნაწილს შეეხეთ და ჩვენ საუბარს სწორედ ამ ნაწილზე უნდა გავაგრძელოთ. ძალიან ბევრი საყვედური და კრიტიკა მოისმინეთ, დარწმუნებული ვარ, ბევრიც ნახეთ სოციალურ ქსელშიც, თქვენი მისამართით და მთლიანად ეროვნული ბანკის მისამართით, რომ საარჩევნო პროცესში იმაზე მეტი რეზერვი დაიხარჯა რეალურად, ვიდრე ამის საჭიროება არსებობდა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესში ლარი ყოფილიყო მეტნაკლებად სტაბილური. იღებთ თუ არა ამ კრიტიკას, ეს ერთი და როდესაც რეზერვებზია საუბარი, ასევე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირია ხოლმე მოსაზრება, რომ დღეს ქვეყნის სავალუტო რეზერვი კრიტიკულ ზღვარზეა. რა არის ის ზღვარი, რომლის იქითაც ცენტრალური ბანკი და ეროვნული ბანკი დაუშვათ ჩათვლით, რომ სავალუტო რეზერვების დახარჯვა აღარ არის მიზანშეწონილი, ან მთლიანად ეს პოლიტიკა რეზერვების დახარჯვის და შევსების რას ეფუძნება მაყურებელმა, რომ ზუსტად აღიქვას და გაიგოს, რომ რა პოლიტიკაა, რომელიც მიგაღებინებთ გადაწყვეტილებას ან დაუშვათ დახარჯვით, ან პირიქით შევსების მიმართულებით. რეზერვებზე როდესაც არის ხოლმე კრიტიკა ან საუბარი, ძალიან ხშირად ხედავთ, რომ ეს არის წინააღმდეგობრივი პოზიციები. ხან გვაკრიტიკებენ, რომ რატო არ ხარჯავთ რეზერვებს და აგერ ესე იგი 5%-ით გაუფასურდა, სულ თუ მერყეობს ლარი და მაგაზე არის კრიტიკა, რომ აბარაშებით. ხან იმაზე გვაკრიტიკებენ, რატო დახარჯეთ და რატომ ესე იგი მოყვა ამას გამყარება. ნუ ეს ისე ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მესმის ახლა, რომ კრიტიკა ყოველთვის შეიძლება ყოველთვის მომხრევარ ჯანსაღი კრიტიკის, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უსაფუძვლოა. პირველ რიგში მართლაც უკავშირდებოდა არჩევნებს, აქ არასოდეს არ დაგვიმალავს ეს ჩვენ, ის რომ ჩვენ წინა საარჩევნოდ იმათ თვეში ჩავთვალეთ, რომ აუცილებელია ჩვენი ჩარევა და რეზერვების დახარჯვა. რატომ? იმიტომ რომ როგორც წეღან მოგახსენეთ, ჩანდა, ესე იგი ძალიან ხისტი მოთხოვნა იმის გამო, რომ გაუარესებული იყო მოლოდინები, ანუ გაურკვევლობა არსებობდა დაკავშირებული კონკრეტულად არჩევნების თარიღთან, ხო? 1000 აპოკალიფტური სურათი იხატებოდა სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან და ნუ იყო ეს
და იყო ყიდვა ბიზნესის მხრიდან დოლარის, არა იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტულად ჭირდებოდა თავისი ოპერირებისთვის, არამედ იმისთვის, რომ თავი დაეზღვია. ყიდულობდნენ სხვადასხვა დოლარის ინსტრუმენტს, ყიდულობდნენ დოლარს, გადაყავდათ დაიწყეს უკვე თავის დეპოზიტების გადაყვანა. ამ დროს პარალელურად ამას დაემთხვა კიდევ სხვილი ბანკების მხრიდან დეპოზიტების წინასწარ გამოცხადებული შესყიდვა და თავისუფალია ინვესტორი, იმიტომ შემოდის ჩვენთან, რომ როცა სჭირდება და როცა უნდა თავისი მოგება როცა არის, იღებს იმ დივიდენდს. ეს ყველაფერი ერთად რო გავაანალიზეთ, ჩვენ მაშინ რო არ ჩავრეულიყავით და თან იმ დოზით რა დოზითაც ჩავერიეთ, ამას ექნებოდა დომინოს ეფექტი. დაიწყებოდა გადადოლარება დეპოზიტების არა მარტო მსხვილ ბიზნესში, მათ მიმდინარე ანგარიშებზე, არამედ მოსახლეობაც გააკეთებდა იგივეს. რწმენა, რომელიც ასეთი, ესე ვთქვათ, არის ნაშენები მთელი ეს პერიოდის განმავლობაში, ამ პერიოდის განმავლობაში ლარის მიმართ, ის რომ ჩვენი დანაზოგები ძირითადად 50%-ზე მეტი ლარში არის ახლა გამოხატული და როდესაც რამოდენიმე წლის წინ 80% იყო დოლარში და ასე შემდეგ, ის რომ ჩვენი ვალუტა, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი ნდობით სარგებლობს დღესდღეობით, აი ამის დაზიანება შეიძლებოდა იმ ერთ თვეში. ამიტომ გაცილებით უფრო ძვირი დაგვიждდებოდა მერე ამ ნეგატიური მოვლენების აღმოფხვრა. ამიტომაც სწორედაც ვიცოდით რა, რომ ეს დასრულებადია. დღეს ეს რისკი აღარ არის? დღეს ეს რისკი აღარ არის, დღეს ეს ასე არ დგას საკითხი. გარდა მაგისა ერთ მნიშვნელოვანი რამ არის, რომ მაშინაც როცა ჩავერიეთ, რამ მოგვცა კიდე ამის საშუალება. იმან რომ დავინახეთ, რომ ეკონომიკაში რაიმე ნეგატიური პროცესი არ ხდება, პირიქით, მაღალი ეკონომიკური ზრდა არის, ინფლაცია დაბალი არის, შემოდინებები ძლიერია და ვიცოდით, რომ შემდეგ ეტაპობრივად შევძლებთ, რომ კვლავაც შევიძინოთ ეს დოლარი და ასეც მოხდა სხვათა შორის, ხო? დავხარჯეთ და ეხლა მე შემდგომი 2 თვის განმავლობაში ჯამში ესე იგი დაახლოებით 150 მილიონი დოლარი უკან შევიძინეთ, გარდა ამისა ბანკებსაც მოვატანინეთ დამატებით, რაც აბსოლუტურად ორგანული ნაწილია რეზერვების, ბანკების სავალდებულო რეზერვების ნაწილი და როდესაც მაგაზეც იყო კრიტიკა, რომ დამატებით გავიზარდეთ სარეზერვო. ეს უნდა განმარტოთ ჩვენ, რომ ესე იგი ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი რეზერვების და როდესაც იგივე სავალუტო ფონდი თუნდაც თავის მეთოდოლოგიით ითვლის რეზერვების ადეკვატურობას, არ განასხვავებს ერთმანეთისგან ბანკის მოტანილს და ბაზარზე ნაყიდს თუ სესხით მოტანილს. ხო, ამან გარკვეული პრობლემები ხომ არ შეუქმნა საფინანსო ინსტიტუტებს? არა, პირიქით, ძალიან გაგებით მოეკიდნენ ამას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შედეგი დადგა ის, რომ თუ რაღაც მომენტში 4.1 მილიარდამდე იყო რეზერვი, ეხლა არის 4.4 ანუ 4 მილიარდი 400 მილიონი და მეტი რეზერვი ეხლა. ანუ ორ თვეში დავანახეთ ყველას ეს დინამიკა, რომ შემდგომში შეივსება. ეხლა თქვენ ასევე ბრძანეთ, პროფესორეთ, არის ხოლმე ხო ეს ზოგჯერ ეს კრიტიკა, რომ აი რეზერვები არის კრიტიკულ ზღვარზე. არ ვეთანხმები, არანაირად არ არის კრიტიკულ ზღვარზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკა მზარდია, რაც მეტი გვექნება, მით უკეთესია, მაგრამ თუ გადახედავთ სტატისტიკას, 4 მილიარდს ჩვენი რეზერვები სულ რამოდენიმე წლის წინ ესე იგი გადაცდა. მანამდე იყო კიდე ნაკლები. ხო, რა თქმა უნდა, ყოველ წელს ეკონომიკა იზრდება და მეტი გვინდა, მაგრამ ეხლა დღევანდელი მაჩვენებელიც კი არ არის რაიმე ასე ვთქვათ კრიტიკულ ზღვარზე. მით უფრო რომ ეკონომიკის ზრდის პირობებში ჩვენ ნელა კვლავაც შევავსებთ რეზერვებს. რისთვის ვავსებთ ამ რეზერვებს? თვითმიზანი კი არის რომ რეზერვი გქონდეს მაღალი. მიზანი არის რომ როცა დაგჭირდება და როცა ესეთი მოვლენა ხდება ერთჯერადი, ასე ვთქვათ, როგორც იგივე წინა საარჩევნო პერიოდი იყო და გაუარესებულია მოლოდინები, გაუარესებულია ბაზრის საქმეები, რაღაცა ესე იგი საშიშროება რომ მოხდეს მყისიერი გადადოლარება დეპოზიტების, აი მაშინ ჩაერიო, დაამშვიდო ბაზარი და ერთჯერადად მიაწოდო ლიკვიდობა. ეს ადრეც გაკეთებულა, თავარი არ დააგვიანო, სწორ დროს გააკეთო და სწორი ზომით გააკეთო და დანარჩენი ეკონომიკა ჯანსაღია და ეს ყველაფერი მოგვარდება. რეფინანსირების განაკვეთს, სწორედ ჯანსაღი თუა ეკონომიკა, მაშინ რატომ არ ვამცირებთ რეფინანსირების განაკვეთს, რა დაწოლას და რა რისკს ხედავთ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ რაც მაღალია რეფინანსირების განაკვეთი, ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე საყოველთაოდ ცნობილია, რომ უარყოფითად მოქმედებს, ხო? მაშინ რატომ არ ვახდენთ ამის შემცირებას? აქ ალბათ გასათვალისწინებელია, რომ ლარზე დაწოლის მოხდენაც არ გსურთ, თუმცა მთლიანობაში ეს პროცესი რით აიხსნება? ну ჩვენ ახლა ზოგადად უნდა ვიყოთ და ვართ კიდევაც კონსერვატიული მიდგომების მატარებელი უწყება. ჩვენი ამოცანა არის, რომ პირიქით ამშვიდებდეს ჩვენი მოქმედება ბაზარს და სწორი პოზიცია იყოს ყოველთვის და უფრო მეტად ვიყოთ გადახრილები პოტენციური რისკების წინასწარი ასე ვთქვათ პრევენციისკენ ვიდრე ოპტიმიზმისკენ. ეს ასეც უნდა იყოს. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჩვენ
2023 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად ვამცირებთ. რეფინანსირების განაკვეთს იყო 11%, რამაც თავის დროზე ინფლაციის მოთოკვა და ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა გამოიწვია და ეს სწორი იყო. მერე თანდათან წამოვედით ესეთი მცირე ბიჯებით ქვევით, ეხლა დავედით 8%-ზე და რაღაცა პერიოდი შევისვენეთ ახლა 8%-ზე. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დღევანდელი გათვლით ეგრეთ წოდებული ნეიტრალური განაკვეთი არის 7%, ამიტომ ახლა ბევრი არც არის დარჩენილი 8%-დან 7%-მდე და ყოველთვის ვამბობთ შემცირება 7%-მდე. ჩვენ ამას საჯაროდ ვამბობთ ჩვენ კომუნიკაციაში, რომ სხვა თანაბარ პირობაში თუ რაიმე განსაკუთრებული რისკი არ მატერიალის და ჩვენ თანდათან მიმოძრავებთ 7%-ის მიმართ. ჩვენ პოლიტიკას არათუ არ გამოუწვევია ეკონომიკური ზრდის შეფერხება. პირიქით, მთელი ეს პერიოდი უძლიერესი ეკონომიკური ზრდა გქონდა და ამიტომ დროული იყო ის შემსუბუქების დაწყებაც და ეხლაც დროულია შესვენება. რატომ? პირველი და მთავარი რისკი, რაც ჩვენს პრეს-რელიზებშიც აისახება ყოველთვის, ეს არის გეოპოლიტიკა. ეხლა ეს ისე უბრალოდ სიტყვის მასალად კი არ ვამბობ, ამას წეღანაც ამაზე ვისაუბრეთ. ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს ინფლაციურ მაჩვენებელზე, იმას თუ რა ხდება გარე ბაზრებზე. გარე ბაზრებზე ხდება ის, რომ არის საკმაოდ მერყევი ფასები იგივე ნავთობზეც, სხვადასხვა პოლიტიკოს განცხადების გამოც კი მერყეობს, ხო? ეს არის მიწოდების არხები და მიწოდების ღირებულება თვითონ და ტრანსპორტირების ღირებულება სხვადასხვა კონფლიქტის გამო, სავაჭრო დაპირისპირების გამო, შესაძლო ან არსებული ტარიფების დაწესების გამო ასევე მერყევია და შეიძლება გაიზარდოს. და აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რისკი კვლავაც არსებობს. ეს არის მთავარი, თუმცა ხა ადგილობრივი ინფლაციის მაჩვენებელი კვლავაც დაბალია, მაგრამ ეს თლად დამშვიდობის საშუალებას არ გვაძლევს. ამიტომ თუ ეს რისკი არ მატერიალის და ნავთობის ფასი არ გაიზარდა მყისიერად ან პირიქით შემცირებისკენ წავიდა, იგივე საერთაშორისო სასაქონლო სასურსათო ფასების ინდექსი იგივე და ასე შემდეგ, ჩვენ შევძლებთ რომ მე გავაგზავნოთ ეს შემსრულებელი. კი ბატონო, ქავატონათი აბსოლუტურად გასაგებია ეკონომისტისთვის ეკონომისტისთვის თუ ნებისმიერისთვის, ახლა ვინც გვიყურებს, ვინც ამ სფეროში მეტნაკლებად ჩახედულია, თუმცა ადამიანები, როდესაც ახლა გვიყურებენ, როდესაც ხედავ პირობითად, მე ისე მიუბრუნდები ლარის მაღალ ნიშნულს გაუფასურებულს ამ შემთხვევაში მაღალ ფასს და ამ ყველაფერს რეალურად ბუნებრივია, რომ მხოლოდ ის განცხადები, რომ იცი რა საერთაშორისო ბაზრებზე ეს ტენდენციებია, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არის საერთაშორისო ბაზრებზე ეს ტენდენციები, მაინც მარტივი მისაღები არ არის, ამიტომაც ვიკითხეთ წაღანაც შიდა ფაქტორები რა ტიპის გავლენას ახდენს, ანუ შიდა დაწოლა ლარზე და ამ ინფლაციურ პროცესებზეც თქვენ რა დასკვნის გაკეთების საფუძველს გაძლევთ უახლოეს 3-6 თვეში რა ტიპის მოლოდინი უნდა გქონდეს მომხმარებელს და საზოგადოებას? ხო, ჩვენი პროგნოზი ცნობილია, გამოქვეყნებულია, ჩვენ არ ველოდებით ინფლაციის ზრდას მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ზევით უახლოეს რამოდენიმე თვეში, თუმცა ვფიქრობთ, რომ წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3%-ს გადააჭარბებს, არა ძალიან ასე ვთქვათ მაღლა, მაგრამ გარკვეული ასე ვთქვათ გადაჭარბება შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში ამ ჩვენი მიზნობრივი 3%-ის ირგვლივ დასტაბილურდება. რაც შეეხება ხა შიდა დაწოლას, შიდა დაწოლის რისკი არსებობს პოტენციური, თორე დღესდღეობით შიდა დაწოლას ჩვენ მართლა ციფრებში გამოხატულს ვერ ხედავთ, პირიქით მე წეღანაც ვთქვი, რომ ჩვენი ადგილობრივი საქონლის და მომსახურების ფასების დონე იზრდება ძალიან დაბალი, ასე ვთქვათ, ტემპით, 2.2% იყო მაგალითად დეკემბერში. სულ ჩვენი სამიზნე არის 3% და ეს მასზე დაბალია. დაწოლა უფრო შეიძლება მომდინარეობდეს გარედან, იმიტომ რომ გაცილებით უფრო დიდი წონა აქვს იგივე ნავთობის ფასს, ხო, ჩვენს კალათაში. და აი ეს არის ძირითადი რისკი, ამას უყურებთ ჩვენ, შეიძლება ფიზიკური რაღაცა ასე ვთქვათ გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკები იყოს, სხვადასხვა რეგიონში საომარი მოქმედების ესკალაციის ან რაღაცა ისე როგორც თქვი სავაჭრო რაღაც დაპირისპირების ესკალაციის გამო და ეს არის რისკი, ამიტომ ჩვენ ნელ-ნელა მოძრაობთ, იმიტომ რომ მთავარი ჩვენი საზრუნავი არის ფასების დონის სტაბილურობა, რაც ყველაზე აისახება, როგორც თქვენ თქვით და პროცენტს როგორც კი მოგვეცემა საშუალება გავაგზავნებთ დაწევას, ჩვენ ეს გავაკეთეთ 2024 წლის პირველ ნახევარში და საკმაოდ გაბედულათაც იყო ახლა ერთი კომიტეტი ჩვენი, როცა გადავწყვიტეთ 0.75%-ით კი დავწიეთ, ანუ როგორც კი გვეძლევა ამის საშუალება, ამას ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ მთლიან სურათს, ხო? დაბალანსებული მიდგომა, როგორც თქვენ მზადეთ, ფინანსური სტაბილურობა,
ინფლაციური რისკები პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი და მე უკვე სხვა დანარჩენი. და მე რადგან საუბარი დავიწყე საერთაშორისო ტენდენციებით და ინვესტორების ინტერესებით, იმ შეხვედრებით, რომელიც ჰქონდათ, თქვენ ახსენეთ ერთი ფრაზა, რომ მე არ ვეთანხმები მოსაზრებასა, რომ რეალურად ეწოლის ქვეშ იზოლაციაში ვართ. მეხი არის, მაგრამ არ ვართ იზოლაციაშია. თუმცა ის ფაქტორი მაინც სასურველი რომ არ არის ამაზე ყველა ბიზნესი დახვდება სანქციებთან დაკავშირებული პროცესები, რომელიც დღეს არის საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისათვის მთლიანად ეს პროცესი, რომელიც ვიღაცას საუბრობ, ვიღაცას, ანუ მთლიანობაში სანქციების საკითხი არ შეიძლება რომ დაუშვათ განსაკუთრებით რეალურად რა მდგომარეობაში ჩვენაირი ტიპის ეკონომიკა იყოფება და ამ ეკონომიკის ძირითადი მოთამაშეებისთვის იყოს რაიმე ფორმით დაუშვათ მარტივი. აი ეს პროცესები რა ტიპის გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და დაუშვათ ამ მიმართულებით თუნდაც საერთაშორისო შეხვედრებისას იყო თუ არა კითხვები. ეს საკითხი არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა რისკ ფაქტორს შორის ნახსენები, თუმცა ინვესტორებიც უკვე იგივე სარეიტინგო სააგენტოები, პოტენციალურად არსებული ინვესტორები უკვე აბსოლუტურად დარწმუნდნენ იმაში, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი ამ თვალსაზრისით ახლა მოწონს ეს არ მოწონს ამაკებს იძულებულები არიან, მაგრამ თავიდან ბოლომდე სანქციებს იცავენ. უკვე კონკრეტული, ასე ვთქვათ, კონკრეტული პრეცედენტებიც არსებობს და იმდაგვარად იმართება ეს პროცესი ჩვენგანაც და ბანკების მხრიდანაც, რომ შეიძლება დასახელება რა კონკრეტული პრეცედენტებია? მე არ მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ როგორც წესი რა არც უფლება არ მაქვს სხვა ჩვენს მინდა გითხრათ, იმიტომ რომ საბანკო საიდუმლოება არსებობს, ახლა დეტალების საუბარი მე მგონი მედიაში უფრო მეტადაა კიდე ცნობილი, რაც არის და რაც არ არის კიდე იმაზეც საუბრობთ. ხო, ამიტომ არის ის პრეცედენტები, ხო, რაც არის ცნობილი ფიზიკურ პირებზე და იურიდიულ პირებზე მთელი ამ 3 წლის განმავლობაში, რომელიც იმდაგვარად იმართა, რომ ამას არ შეუქმნია პრობლემა მთლიანად საფინანსო სექტორისთვის და არ დაუზიანებია საფინანსო სექტორის სანდოობა ამ თვალსაზრისით, ისე ვამბობ. და ახლა მაგალითად მინდა გითხრათ, ბანკის დასახელების გარეშე, აი სულ ბოლო რამოდენიმე დღეა, როდესაც ჩვენ კიდევ ერთი ამერიკული ბანკი ჩვენ ბანკებს დაემატა როგორც საკორესპონდენტო ბანკი. ხო, ჩვენ ეს ყოველთვის ჰქონდა ეს გამოწვევა, რომ ორი ძირითადი საკორესპონდენტო ბანკი იყო, რომელიც თანამშრომლობდა ჩვენ ბანკებთან და ეხლა ამ დღეებში დაემატა მესამე, რომელთანაც მიმდინარეობდა მოლაპარაკება, მე მგონი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. რატომ არ შეიძლება ამის თქვა? ახლა ბანკის სახელის? იმიტომ რომ ახლა კონკრეტულ ბანკს არ ვასახელებთ ხოლმე მასთან, ასე თქვა, მის თანხმობის გარეშე, მაგრამ როგორც წესი, როცა ერთ ბანკში შემოდის, ის მარტო ერთი ბანკის გამო არ შემოდის და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე, მესამე ბანკიც მიყვება ამას. ანუ იხსნა ეს კიდე აქამდე ჩაკეტილი კარი და ასე დროს ბანკი ამერიკული აკეთებს ძალიან დეტალურ შესწავლას ბაზრის რისკების თვალსაზრისით და ის ფაქტი, რომ ეს ბანკი ამ ბანკმა გახსნა საკორესპონდენტო ანგარიში აქ ერთ-ერთ ბანკში და შემდეგაც აპირებს კიდე სხვაგანაც ამის გაგრძელებას, ადასტურებს სწორედ იმას, რომ რისკები იყო შეფასებული და იმდაგვარად შეფასებული, რომ ჩვენი საინვესტიციო მიმზიდველობა და ჩვენი მიმზიდველობა როგორც პარტნიორის ამ თვალსაზრისით არ დაზიანებულა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევასაც ვუმკლავდებით. თუმცა მინდა ვთქვა, რომ მე უკვე არა როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს, არამედ როგორც ერთ-ერთ ასე ვთქვათ საქართველოს მოქალაქეს, მაქვს ძალიან დიდი იმედი და რწმენა იმისა, რომ მალე ურთიერთობები პარტნიორებთან გადაიტვირთება და აღარ დავინახავთ ესე იგი ამ კომბალივით მოქნეულ სანქციებს საკეთებით, რაც გარკვეულ და საფუძვლიან უსამართლობის შეგრძნებასაც იწვევს, რომ როდესაც ასე ვთქვათ, რომელიღაცა უცხო ქვეყნის რომელიღაცა ორგანო ასე ვთქვათ, ჯიშ შენს მოქალაქეს და რაღაცა ბრალდებას უყენებს ისე, რომ ამას არანაირი დასაბუთება არ ახლავს და არც საშუალება არ არის, რომ ამ ადამიანმა თავი იმართლოს და გააბათილოს ეს არგუმენტები, რა თქმა უნდა, ეს იწვევს უსამართლობის შეგრძნებას. ეს ახლა მე როგორც ნათიათურნავა მოქალაქე გესაუბრებით, მაგრამ ისევ რომ როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კვლავაც კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენი საბანკო სისტემა სრულად იცავს სანქციებს, რა თქმა უნდა, ვალდებულია, რომ ადგილობრივი კანონმდებლობაც დაიცვას და ამას აკეთებს და ჩვენ ვახერხებთ თითოეული ასეთი кейსის მართვას. დღეს თქვენ გქონდათ შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან.
ეს კიდევ ერთი ის ნაწილია, რომელზეც მე ბევრი ისეთი თემა მოვიყვანე, რომელზეც ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მიდის საუბარი, ან გარკვეულწილად კრიტიკის სუბიექტი ხდებით ხოლმე და ცენტრალური ბანკი, თქვენ პერსონალურად ბანკი, თუმცა შეუძლებელი რომ ხარ შევეხოთ. რა მიზნით იმყოფება საერთაშორისო ვალუტა ფონდის მისია, ის უკვე შეხვდა ეკონომიკის მინისტრს, ის უკვე შეხვდა ფინანსთა მინისტრს და დღეს ჰქონდათ შეხვედრა და რა ტიპის რისკებზე, პრობლემებზე იყო საუბარი, ხა მას ვკითხულობ სრულიად შეგნებულად. და მაინტერესებს რამდენად შეძლებთ რა ის ინფორმაცია რაც ბუნებრივია დახურულ კარს მიღმა გასაგებია რომ ყველაფერს არ მეტყვით მაგრამ მაინც რო გითხრათ რა კითხვას გისვავენ რომელიც დავუშვათ რომელზე პასუხიც გვაქვს ან არ გვაქვს საერთაშორისო ვალუტა ფონდი არის ჩვენი პარტნიორი მიუხედავად იმისა თუ რა სტატუსი აქვს დღეს მის პროგრამას და პროგრამა არ არის შეწყვეტილი არის შეჩერებული ისინი რჩებიან ჩვენს პარტნიორებად და ეს არის ყოველთვის პარტნიორული საუბარი ორ თანაბარ პარტნიორს შორის ეს არ არის ახლა რაღაცა დაკითხვა რომ კითხვები დაგვისა მაგრამ რა თქმა უნდა კითხვები აქვთ ხოლმე რომ მეტი განმარტება უნდათ რაღაცასთან დაკავშირებით ბევრი რაღაცა მოწონთ იმიტომ რომ ისევ და ისევ ვამბობ რომ ჩვენაირი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მქონე ქვეყანა იმ ქვეყნებს შორის სადაც მათ აქვს პროგრამა ან ურთიერთობები ძალიან ცოტა. ამიტომ ამ ნაწილში მხოლოდ შექება შეიძლება ჩვენი, მაგრამ თუმცა შეჩერებული აქვს პროგრამა. ხო, ამ მომენტისთვის შეჩერებული აქვს პროგრამა, მაგრამ აგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას იგივე თუნდაც ეროვნულ ბანკთან ტექნიკური დახმარების მისიები, ესე იგი 4 მიმდინარე პროექტი გვაქვს, სადაც გვეხმარებიან სხვადასხვა მიმართულებით, კიბერუსაფრთხოება, ზედამხედველობის ნაწილი, მაკროეკონომიკური პროგნოზირება და ასე შემდეგ. არის 10-მდე კიდე ჩვენგან წარდგენილი განაცხადი რომ იქნება ამაშიც დაგვეხმაროთ და სულ მუდმივად ხდება ეს თანამშრომლობა ეგ ერთი. ეხლა რაც შეეხება პროგრამას, მათ არ დამალეს ეს და აქვთ ინტერესი რომ პროგრამა აღდგეს, ან ახალი პროგრამა დაიწყოს, მაგრამ ეს მისია ეხლა ამ წუთში რაც არის ჩამოსული, ეს არ არის ჯერ ამ პროგრამის მოლაპარაკების მისია, ეს არის ესეთი რეგულარული მისია, რომელიც ვიზიტიც ყოველთვის ხდება ხოლმე, უყურებენ რა როგორ მიმდინარეობს პროცესები, დამატებით განმარტებებით უჭირდებათ რა თქმა უნდა ამ განმარტებებს ვაძლევთ და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ორმხრივი ინტერესი თანამშრომლობის მიმართ არსებობს. ეს არის. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა საინტერესებს ახლა. საფინანსო სექტორი, საბანკო სექტორი. შეუძლია თუ არა ნათია თურნავას ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს თამამად თქვას, რომ ის არის მყარი, ის გაუძლებს ამ კრიზისულ პერიოდებში შიდას თუ გარეს, ისე რომ რაიმე ტიპის პრობლემას არ შექმნის, იმიტომ რომ საფინანსო ინსტიტუტისთვის შექმნილი პრობლემა არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ბანკისთვის შექმნილი პრობლემა არ იქნება და ის შეიძლება ჯაჭვურად გადაეცეს მთელ ეკონომიკას. ამიტომ შეგვიძლია დღეს თამამად თქვა, რომ საფინანსო სექტორი მყარია. სტაბილურია. აბსოლუტურად თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ დღეს ჩვენი საფინანსო სექტორი მყარია და სტაბილურია, იმიტომ რომ აქ მარტო ჩემი სიტყვები კი არა, ესე იგი ემპირიულად ჩანს, რომ ეს ასეა. რა არ მოხდა, როგორ შეძახილები არ იყო, ასე ვთქვათ, რომ აი ჩამოიქცევა ახლა ჩვენი საფინანსო სექტორი, დეპოზიტები გაიტანეთ, გაიფიცეთ და გააჩერეთ და პარალიზება მოახდინეთ, ყველაფერს უძლებს ჩვენი საფინანსო სექტორი. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები, მაგრამ დღესდღეობით ჩვენი საფინანსო სექტორი არის საკმაოდ მყარი, საკმაოდ განვითარებული. მენეჯმენტს თავის მოწოდების სიმაღლეზეა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ არის მართვაზე, როდესაც დიდი ორგანიზაციაა ცენტრალური ბანკის თუ ბანკების. ბანკების ამ შემთხვევაში, მაგრამ ნუ ახლა ესე მოგზაურობულად ვიტყვი, რომ ჩვენი ესე ვთქვათ წვლილიც ამაში არის. ეხლა კიდე რა შეაისახება ზოგადად ჩვენი საფინანსო სექტორის და ბანკების სიძლიერე. ეს არის ეგრეთ წოდებული ლიკვიდობის მაჩვენებელი, მარტივად რო ვთქვათ, ეს არის რა რესურსი გააჩნიათ მათ ფულადი, აი რამე, რასაც თქვენ ამბობთ, რომ მოხდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რაღაცა დაუშვათ დეპოზიტების მოთხოვნა ან რაღაც, მაგრამ საკმაოდ მაღალი ლიკვიდობის რესურსი 17 მილიარდზე მეტი იყო და ეხლა წლის ბოლოს კიდევ უფრო უკეთესი მაჩვენებელი არის. ამას ვაქვეყნებთ ხოლმე ჩვენ პერიოდულად და მერწმუნეთ, რომ საკმაოდ დიდი რისკების ვთქვათ, თავიდან აცილება და პასუხი მათ შეუძლიათ და გაძლება. ჩვენი მხრიდან მუდმივად მუშაობთ იმაზე, რომ გავტესტოთ წინასწარ ეგრეთ წოდებული სტრეს ტესტები გვაქვს, ახლა ჩვენ უკვე 2 წელია შემოღებული, რომელთაც თითოეული ბანკის შესაძლებლობას
შეესწავლოთ, რომ უპასუხოს ამა თუ იმ, ასე ვთქვათ, რისკს ან დარტყმას. გარდა ამისა, არის მექანიზმი შემუშავებული, რამე პრობლემა ერთ კონკრეტულ ბანკს თუ შეექმნება, როგორ შეიძლება, რომ იქ არც არავინ არ დაზარალდეს, არც ერთი დეპოზიტარი არის დაზღვევის სისტემა შემოღებული დეპოზიტების, რომელიც მუდმივად ფარდოვდება. ანუ მთელი ჩვენი ერთობლივი სამუშაო მათთან იქითკენ არის მიმართული, რომ ეს რისკები იყოს წინასწარ გათვლილი. მაგრამ დღესდღეობით არიან ძალიან ძლიერები, ძალიან კარგი ხარისხი აქვთ აქტივების, ანუ ეს პრობლემური სესხების რაოდენობა არის ისტორიულად დაბალი, არიან კარგი ბუფერები გააჩნიათ საკმაოდ, ანუ რესურსი და რეზერვი, ასე ვთქვათ, კაპიტალიზებულები არიან კარგად, ლიკვიდობა, ანუ ის ფული, რითიც გაისტუმრებენ ესენი ნებისმიერ, ასე ვთქვათ, მოთხოვნას, საკმაოდ გააჩნიათ, ანუ ეს მარტივი ენით რო ვთქვათ, არიან ესეთ საამაყო გამორჩეული საფინანსო სისტემა, რომელიც ბევრ ევროპულ ანალოგს უსწრებს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და ნახოთ როგორ იქნება, როგორ განვითარდება პროცესები ლართან თუ ინფლაციასთან მიმართებაში და კარგად განვითარდება. ბატონო სიამოვნებით გიმასპინძლებთ. ნათია თურნავა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.